წარმოიდგინეთ თქვენ რომ ქრისტე ყოველი ჩვენთაგანისთვის მოვიდა, ჩემთვის, თქვენთვის, არც ერთი ადამიანი მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. თითოეულ ჩვენთაგანზე ზრუნავს, თითოეული ჩვენთაგანი სულის სხონება სურს, გონზე მოსვლა სურს, სულიერი განვითარება სურს. ამ დროს ჩვენ ადამიანები აბა ჩდება კითხვა, თუ ქრისტიანები ვართ, ჩვენ მსგავსი სულისკვეთებით ვართ თითოეული ადამიანის მიმართ? თუ ყოფთ ადამიანებს მტრებად და მოყვარეებად, აბა ეს როგორ არის თანხვედრაში ქრისტესთან? როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა ვინმეზე თქვას, რომ ის ჩემი მტერი არისო, ის შეიძლება გემტერებოდეს, მაგრამ შენ უნდა ემტერებოდე? აი წარმოიდგინეთ, ქრისტეს ბევრი მტერი ყავდა, მაგრამ ვისი მტერი იყო ქრისტე? შეგიძლიათ ერთი ადამიანი დაასახელოთ, ვისი მტერი იყო იესო ქრისტე? და შენ როგორ ბედა, რომ ვიღაცას ემტერები და თან თავს ქრისტიანს უწოდებდი?